განმანათლებელი ნიკოლოზ სერბი, ელიმიროვიჩი, სულთმოფენობიდან მესამე კვირა, სახარება გონების სიწმინდის შესახებ, სახარება მათესი დასაწყისი მე-18, თავი მე-6, მუხლები 22-დან 33-ის ჩათვლით. დედამიწაზე ღმერთის წინაშე ყველა ადამიანებს შორის ყველაზე მეტად პასუხს აგებს ის ადამიანი, რომელსაც ეწოდება ქრისტიანი. რამე თუ ქრისტიანს ღმერთმა ყველაზე მეტი მისცა, მაგრამ სამაგიეროდ მისგან ბევრსაც მოითხოვს. იმ ერს, რომელიც თავდაპირველად განეშორნენ ღმერთს, დაუტოვა ბუნება და გონება. ბუნება წიგნის სახით და გონება აი ამ წიგნის ხელმძღვანელად. ხოლო ქრისტიანებს ბუნებას და გონებასთან ერთად ღვთის განცხადება აქვს დაბრუნებული და მიეცა ახალი განცხადება ჭეშმარიტებისა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მეშვეობით. ამასთანავე ქრისტიანებს აქვთ ეკლესიაც, რომელიც არის მცველი, განმარტებელი და წინამძღვარი ამ ორივე გამოცხადებისა. და ბოლოს ქრისტიანებს აქვთ ძალისული წმინდისა, რომელიც დასაბამიდან ცხოველმყოფელია და რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია. და ამგვარად იმ დროს, როდესაც არაქრისტიანები ფლობენ ერთადერთ ტალანტს, გონებას, რომელიც ხელმძღვანელობს მათ და ასწავლის წიგნს, ქრისტიანებს აქვთ 5 ტალანტი: გონება, ძველაღთქმისეული გამოცხადება, ახალაღთქმისეული გამოცხადება, ეკლესია და ძალი სული წმინდისა. როდესაც მატერიალისტი შედის ბუნებაში, რათა წაიკითხოს იგი და განმარტოს, მის წინ მხოლოდ ერთი სანთელი ანთია: გონება. როდესაც იუდეველი შედის ბუნებაში, რათა წაიკითხოს იგი და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, მის წინაშე ორი სანთელი ანთია: გონება და ძველაღთქმისეული გამოცხადება. აი, როდესაც ქრისტიანი შედის ბუნებაში, რათა წაიკითხოს იგი და განმარტოს, მის წინაშე ანთია 5 სანთელი: გონება, ძველაღთქმისეული გამოცხადება, ახალაღთქმისეული გამოცხადება, ეკლესია და ძალი სულისაწმინდისა. მაშინ გეკითხებით, ვინ უფრო უკეთესად უნდა ხედავდეს და ცხადად კითხულობდეს? ერთი სანთლით, ორი სანთლით თუ 5 სანთლით ხელში მთებარე ადამიანი? უეჭველია, რომ თითოეული მათგანი გარკვეული სახით რაღაცას წაიკითხავს და კიდევ უფრო უეჭველია ის, რომ ადამიანი 5 სანთლით უფრო მეტს წაიკითხავს და ცხადად დაინახავს ყველაფერს, ვიდრე ის პირველი 2. თუ კი 5 სანთლის მქონეს ეს სანთლები ჩაუქრება, იგი უფრო მეტ სიბნელეში აღმოჩნდება, ვიდრე ის, ვისაც ერთადერთი სანთელი ჩაუქრა. რამე თუ ერთი და იგივე სიბნელეში აღმოჩენილი ადამიანი, თუ
თუ შევადარებთ ამათ ორს, უფრო მეტად იმას უბნელდება თვალში, ვინც დიდი ნათლიდან შევიდა ამ ხელა სიბნელეში. ხოლო ის, ვინც მოდის ერთადერთი სანთლით, ესე იგი წმინდა და შეუბღალავი თავისი გონებით, შეიძლება აი ამ სიბნელიდან აღვიდეს ღვთის უდიდეს ნათლამდე, საიდანაც უფრო ადვილად შეიძლება ამის გაკეთება, ვის ხელშიც ხუთი სანთელი ანთია. და თუ კი ერთი სანთლით მიმავალი ადამიანი გადაუხვევს გზიდან და დაიკარგება სიბნელეში, ისინი უპასუხონი არიან, როგორც რომელთა მიმართ ეპისტოლეში გვეუბნება პავლე მოციქული. მაშინ როგორ განმართლდება ღმერთის წინაშე ის, ვინც მისგან ხუთი სანთელი მიიღო, მაგრამ მაინც გადაუხვია გზიდან და სიბნელეში ჩაიკარგა. ჭეშმარიტად დედამიწაზე მყოფი და მცხოვრები ყველა ადამიანებიდან დიდი პასუხისგებლობა აკისრია იმ ადამიანს, რომელსაც ეწოდება ქრისტიანი. დღევანდელ სახარებისეულ საკითხავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე განგვიცხადებს უბრალო და ცხად ჭეშმარიტებას, რომლის შესახებაც თითოეული ჩვენთაგანი, ასე ვთქვათ, ყოველდღე შეხება აქვს, მასზე ბორძიკდებიან და ვერ ცხედავენ მათ. არადა ეს ჭეშმარიტება იმდენად ადვილი და უბრალოა, რომ ერთადერთი სანთლით ხელში მყოფი ადამიანი, ანუ ის ადამიანი, რომელსაც ღვთისგან მიეცა წმინდა გონება, იმასაც კი შეუძლია ისინი დაინახოს და აღიაროს. აი ესე გვეუბნება უფალი. სანთელი შენი სხეულისა არის თვალი. ამგვარად თუ კი თვალი შენი იქნება წმინდა, მთელი შენი სხეულიც წმინდა იქნება. თუ კი შენი თვალი იქნება უკეთური, მთელ შენ სხეულში სიბნელე იქნება. თვალები არსით, ეს არის სხეულის სარკმელები, რომლითაც სხეული შეიცნობს ნათლის შესახებ. ღებულობს ნათელს და აი ამ ნათელში ყოველივეს აცნობიერებს. და თუ კი ეს ფანჯრები დახურულია, რა საშინელ სიბნელეში იმყოფება მთელი სხეული. თვალები არსით სხეულის წინამძღვრები არიან და ვიდრე ეს წინამძღვარი ხიზლად იყურება, წინ მიდის, სხეულსაც სწორად ამოძრავებს და გზიდან არ გადაუხვევს. ფეხები ისე მიდიან, როგორც საჭიროა, ხელები მუშაობენ ისე, როგორც ჯერ არის და ყოველი ნაწილი სხეულისა თავის ფუნქციას ასრულებს ისე, როგორც საჭიროა. მაგრამ თუ კი წინამძღოლი ჩავარდება სიბნელეში, მაშ როგორ სიბნელეში შეიძლება ჩავარდნენ მისით წინამძღვარნი. თუ კი თვალები ჩაქრება და აღარ გაუნათებს სხეულს, რა უგუნური სიბნელე წარმოუდგება თავის წინაშე სხეულს. მაშინ სხეულისთვის ყველა გზა დაკეტილია. ფეხები ან საერთოდ წინ არ მიდიან, ან მიდიან იქ, სადაც საჭირო არ არის. ხელები ან საერთოდ არაფერს არ აკეთებენ, ან აკეთებენ ისე არა, როგორც საჭიროა. და ყოველი ნაწილი სხეულისა თავის ფუნქციას ისე აღასრულებს, როგორც საჭიროა. ფეხით ერთ ადგილას იტკეპნება და ამით ცდილობს შეცვალოს მისი დაბნელებული მხედველობა. ხელები
ცეცებით დაეძებს ყველაფერს და ამით ცდილობს შეცვალოს ვითომ და დაბნელებული მხედველობა. ყურები უფრო ყურადღებით ისმენენ და ამით ცდილობენ ვითომ მხედველობა შეცვალონ. მაგრამ გაუწყებთ რომ ყოველივე ამაოა. შეუძლებელია მათ თავიანთი წინამძღვარი შეცვალონ. ამიტომ ერთმანეთში ირევა ყველაფერი და გაუგებრობაში ვარდება ადამიანი. თვალების გარეშე ადამიანის სხეული ჭეშმარიტად ყველაზე ნამდვილ საპყრობილად გადაიქცევა. ხოლო შინაგანი აზრი ამ სიტყვებისა თავის თავში შემდეგ აზრს გაგვიხსნის, რომელიც გვეუბნება. ამგვარად, თუ კი ნათელი, რომელიც შენშია ბნელია, რაღა იქნება მაშინ სიბნელე. კი არა თქმულია, რომ ნათელი, რომელიც შენზე გადმოვიდა, ან ნათელი შენ წინაშია, არამედ ნათელი, რომელიც შენშია. ამით უფალი თვალს და ყველა წარმოდგენას თვალზე და სხეულისა უკვე მიაქცევს ადამიანის შინაგან სამყაროს, ანუ გონებას და სულს. რამე თუ თვალი არის სახე გონებისა, ხოლო სხეული ეს არის სახე სულისა. წმინდა წერილში ხშირად საუბარია გონების გამჭრეტელობაზე, ასევე როგორც მის დაბრმავებაზეც. და პავლე მოციქული ეფესელებს უსურვებს, რათა ღმერთმა განანათლოს მათი გონების თვალები. ხოლო დავით ფსალმუნდგალობელი ღმერთს ევედრება, განვიხვენ თვალნი ჩემნი და გულისხმავყო საკვირველებანი სჯულისა შენისა. ესე იგი, აქ თუ იგულისხმებ გონებრივ, აზრობრივ თვალს და შინაგან ხედვას, რომლითაც მხოლო ერთადერთით შეიძლება დაინახო ღვთის რჯული. გონება ეს არის მთელი სულის სარკმელი და ფანჯარა. გონება არის ფანჯარა სულისა ღმერთის მიმართ. და ვიდრე გონება ნათელია, წმინდაა და გახსნილია ღვთისთვის, მთელ სულზე გადმოიყურება ზეციური ნათელი. და ჩვენი აზრები პირდაპირ ღმერთისკენ მიემართება. გულის ჩვენი ყველა საგრძნობელი შეერწყმება საღვთო სიყვარულს და მის რჯულს. ყველა ჩვენი ზრახვა, ყველა ჩვენი მიზანი, ყველა ჩვენი ქმედება სულისა არსით ნათელი იქნება. ჯანსაღი და ღვთის მსახურებისთვის წარმართული. ისევე როგორც განათებული მინდორი, რომელზეც გამფენილია ფარა და ამით ხარობენ წემსები. და ახლა იღე მეორე მინდორი, სადაც სიბნელეა, იქ შეშინებულნი არიან წემსები, რამე თუ ეშინიათ, რომ მგლებმა არ შეაღწიონ ამ ფარაში. ხოლო როდესაც ჩავა მზე და ჩამოეშვება სიბნელე, მაშინ გადაწყვეტენ მგლები მოვიდნენ მინდორზე და თავისთვის ნადავლი ეძიონ. და ჩვენი სულიც, ვიდრე განათლებულია წმინდა და ჯანმრთელი გონებით, თავისუფალია ბიწიერებათა და ვნებათა ცხოველებისგან, რომლებიც თავს ესხმიან მას მხოლოდ მაშინ, როდესაც მას დაფარავს დასნეულებული გონების ბნელი და უკუნი. ერთხელ აბა ბენიამინი სასიკვდილოდ დაავადდა და მისი დამწუხრებული მოწაფეები და პატივისმცემლები დაემხნენ მისი საწოლის წინაშე და ლოცულობდნენ მისი გამოჯანსაღებისთვის. მოესმა რა, თუ რას ევედრებიან ისინი ღმერთს, ბერმა უთხრა მათ.
თქვენ იცით რაზე ილოცეთ? თქვენ ილოცეთ იმაზე, რომ არ დასნეულდეს ჩემი შინაგანი კაცი. ჩემი სხეულისგან კი მე არასდროს მინახია რაიმე სარგებელი, ვიდრე იგი იყო ჯანმრთელი. და ახლა, როდესაც იგი დასნეულებულია, ვერც ზარალს ვერ შევიგრძნობ. ესე იგი, თუ გონება ნათელია, თუ გონება წმინდა, მაშინ ყოველივე წმინდა ადამიანის სულში და მთელი ადამიანი მაშინ წმინდაა. და წმინდა ადამიანისთვის კი უკვე ყველაფერი წმინდაა. ხომ ასე გვეუბნება პავლე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში. უეჭველია, რომ თითოეულ ადამიანში დიდი გონების სიწმინდის შემთხვევაშიც არსებობს არაწმინდება. მაგრამ ადამიანი წმინდა გონებით ისეთია, რომ მას არ სურს არაწმინდების ხილვა. იმიტომ რომ იგი უკვე წარმართავს თავის გონებას და მისი გონება კი მთელ სულს მხოლოდ იმის მიმართ, რაც წმინდაა, როგორც ადამიანის შინაგანში, ისევე გარეგან სამყაროში. და მიმართავს რა თავის გონებას მხოლოდ იმას, რაც წმინდაა, ადამიანი სულ უფრო და მეტად სიწმინდით და სისპეტაკით მდიდრდება. რაც უფრო მეტად დააკავებ გონებას უფალ ჩვენ იესო ქრისტეზე, როგორც აბსოლუტურ სიწმინდესა და ნათელზე, იმდენად ის მისით გულსაც განწმენს და სულიც უფრო წმინდა გახდება, უფრო ნათელი, ნათელსის სხივოსანი, ცისკროვანი და გამჭვრეტი. აი, როდესაც გონება განეშორება ღმერთს, განეშორება მას და დაგმობს სულაც მას, მაშინ სულის ნათელიც ჩაქრება. აქ უკვე ყველაფერი დაბნელებულია და წინამძღოლი სულისა წაბორძიგდა და ჩავარდა ორმოში. როგორც ღრუბლები ქარის ქროლვის გარეშე ვერ შეიკრიბებიან, ასევე ვნებაც არიშობა ზრახვათა გარეშე, გვეუბნება მარკოს მოღვაწე მონაზონი საცნობოყვარების ტომეულიდან. ხოლო ზრახვები კი მსგავსია იმ ქარებისა, რომლებიც შერყეულ გონებიდან ქრიან და აღანთებენ გამაღიზიანებელ და სასურველ ბუნებას ადამიანისა. აი რა სიბნელე ჩამოწვება მაშინ ჩვენ სულში. მაშინ ეწყება მას შფოთი და როგორც ბრმა, ისე ხელის ცეცებით ხან ერთი გზით მიემართება, ხან მეორეთი. ყისიერი აზრი აენთება სულის წინამძღოლს, როგორც ელექტრული ნაპერწკალი, მაგრამ იქვე ჩაქრება და წუთიერ ადამიანს და წუთიერ გრძნობას დაუთმობს ადგილს. ის კი თავის მხრივ მას საგრძნობლებს შეუცვლის ან სხვა ზრახვებით, ან სხვა მიზნებით და ვიდრე საბოლოოდ ადამიანი არ ჩაიძირება სასოწარკვეთილების სიბნელეში. და სრულიად მიეცემა დაუძლურებული და დაბნელებული სული უკვე სხეულის წინამძღვრობას, რომელიც ყოველგვარი სულიერი ნათელის გარეშე უკვე სიბნელე და სიბრმავეა. და ამგვარად სხეული ხდება მისი წინამძღვარი. და ისიც ბრმა იწყებს ამ ბრმის ტარებას, ვიდრე ორივენი გარდაუვალად არ ჩაცვიდებიან ორმოში. და აქ მოყვანილი ქრისტეს სიტყვები ასევე ეხება მოძღვრებს და მშობლებს, ერის ბელადებს და ღვთის ეკლესიის მღვდლებს. მშობლები თავისი არსით შვილები არიან, თვალები არიან თავიანთი შვილებისთვის. ისევე როგორც მასწავლებლები თავის მოწაფეთათვის.
ბელადები თავიანთი ერისთვის. და თუ კი წინ მავალნი ვერ ხედავენ სად მიდიან, მით უმეტეს მისი მიმდევრები ვერ დაინახავენ. და თუ კი მშობლები გზას არიან აცდენილნი, შვილებს როგორ უნდა მიუთითონ სწორი გზა. და თუ კი მასწავლებლები ცრუობენ, როგორ შეიცნონ მოწაფეებმა ჭეშმარიტება. და თუ კი ერის ბელადები უღმერთოები არიან, ღვთისმიერად როგორ შეიქმნას ის ერი. და თუ კი მღვდლები ღვთის და არაწმინდები არიან, მორწმუნეები როგორ გახდნენ წმინდები. და თუ კი მაშინ მათ ყველაზე აღსრულდება წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც მრავალგზის აღსრულდა ისრაელის ერზე. ყურით მოისმენთ და ვერ გულისხმაყობთ, თვალებით დაინახავთ და ვერაფერს ვერ იხილავთ. ესე იგი, ხედავ რა ხორციელი თვალებით სულიერ საგნებს და მოვლენებს შენ უკვე ვეღარ დაინახავ მათ. რამე თუ ხორციელი თვალი ხედავს ხორციელს, სულიერი კი ხედავს სულიერს. მაგრამ რამდენადაც მათი სულიერი ხედველობა დაბნელებულია, მთელი სულიერი ცათაშინა და მიწაზე რჩება მათთვის უხილავი და შეუცნობი. რამე თუ ისინი ხედავენ მხოლოდ ხორციელი თვალებით და სულიერი შვინვერი ადამიანი არღებულობს იმას, რაც არის ღვთის სულისგან, რამე თუ ის ამას უგუნურებად მიიჩნევს და ვერც გულისხმაყობს, რამე თუ ამაზე სულიერი მსჯელობა არის საჭირო. გვეუბნება პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. ისმინეთ, კიდევ რას გვეუბნება მოციქული პავლე, ჩვენ კი გვაქვს გონება ქრისტესი. ნეტარია თითოეული ჩვენთაგანი, ვისაც შეუძლია საკუთარ თავზე თქვას, რომ მას გააჩნია ქრისტეს გონება. ნეტარია ის, ვინც თავის მოკვდავ, მერყევ და გონიერ მიწიერ გონებას განუდგება და შეცვლის მას ქრისტეს მტკიცე გონებით. იგი მთლიანად აღივსება გამოუთქმელი ნათლით და თელ ამ სამყაროს დაინახავს ერთადერთ უდიდეს ნათელში ჩაძირულს, ისე როგორც მოსე ხედავდა მაყვალს ცეცხლში. ის ადვილად დაძლევს ამ ცხოვრებას, რამე თუ მისი გზა ყველაზე უკეთესი ლამპრით და სინათლით იქნება განათლებული. ყველაზე ჭვრეტი და მახვილი თვალით, ყველაზე წმინდა გონებით, რამე თუ უფალი ამბობს, მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც შემომიდგეს მე, იგი არ ივლის სიბნელეში. ქრისტე არის ნათელი ჩვენი. ქრისტე არის თვალი ჩვენი ცხოვრებისა. ვისაც სურს შეიცნოს ეს ცხოვრება და დაინახოს გზა ჭეშმარიტი, იგი უნდა იყურებოდეს ამ თვალით. და სხვა ყოველი თვალი მეტნაკლებად დაბნელებული, გაფუჭებული, დანაგვიანებული და ისევე როგორც სათვალეები ხან ადიდებს და ხან აპატარავებს, ან მიუახლოვებს, ან განაშორებს საგნებს. მხოლოდ ქრისტეს თვალით ყველაფერი ისე ჩანს, როგორც სინამდვილეში არის, როგორც ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, როგორც ადამიანებში, ისევე ნივთებში. ამიტომ ყველაზე მეტად ძიმე პასუხისგაცემა მოუწევს იმათ, ვისაც მიეცა ის, რომ ყველაფერს შეხედოს ქრისტეს გონებით და ისინი ამგვარად არ უყურებენ. არავის ძალუც მსახურება ორთა უფალთა, აგრძელებს უფალი. რამე თუ ერთს მოიძულებს და მეორე ეყვარება. ერთისთვის გულმოდგინე იქნება და მეორისთვის უზრუნველი. ვერ შეძლებთ ემსახუროთ ღმერთსაც და მამონასაც. ნუ თუ შეიძლება, რომ ურემის ორი თვალი წინ მიდიოდეს, ორი უკან.
ნუ თუ შეუძლია ადამიანმა ერთი თვალით იყუროს აღმოსავლეთისკენ, მეორით დასავლეთისკენ. როგორც ერთ თვალს არ შეუძლია ზეცად ყურება და მეორეს მიწისკენ, ასევე გონებას ვერ შეძლებს საზრუნავი, საღვთო და საერო ერთმანეთს შეარწყას. გვევნება აბა ისაია. ნუ თუ შეუძლია ადამიანს ერთი ფეხით გადააბიჯოს მარჯვნივ და მეორეთი მარცხნივ, შეუძლია. აი ზუსტად ასევე არ ძალუძს ღვთის შეხვედრა იმას, რომელიც ამ სოფლის გარემოცვაში რჩება. სულით, ხორცით და გონებით. არ ძალუძს ადამიანს ღვთის მსახურება და ამ დროს ცოდვის მსახურებას. ან ღმერთი უნდა შეიძულოს, ან ცოდვა, ან პირიქით. ან ღმერთი შეიყვაროს, ან ცოდვა. კიდევ უფრო ძლიერად რო გაუსვათ ხაზი ამ ჭეშმარიტებას, უფალი იმეორებს, ოღონდ უკვე სხვა სიტყვებით. ერთისთვის გულმოდგინე იქნება, მეორისთვის უზრუნველი. თუ კი ადამიანი გულმოდგინებს ღვთისთვის, ის ვერ იგულმოდგინებს ასევე ღვთის მტრისთვის. ხოლო ამ სოფლის სიყვარული კი არის ღვთის მიმართ მტრობა. ღმერთი სრულიად ჩვენ გულს მოითხოვს. ამიტომაც გთავაზობს იგი საკუთარ შეწევნას იმ ნიჭების გონივრულად გამოყენებისთვის, რომელიც თვითონვე მოგანიჭა. რამე თუ თვალნი უფლისანი ხედვენ ყოველ სასოფელსა, და განსამტკიცებლად მათი, ვისი გულიც მისი ერთგულებით არის აღსებული. ერთგული, ესე იგი, ის არის წმინდა და თავისუფალია ამ სოფლის რწმენისგან, ამ სოფლის იმედისგან და ამ სოფლის სიყვარულისგან. სამაგიეროდ იგი აღსებულია რწმენით, იმედით და სიყვარულით, ერთი მხოლოდ ცოცხალი და უკვდავი ღმერთის მიმართ. ვინც გულმოდგინებს უფლისთვის, იგი ჭეშმარიტად არ უნდა ზრუნავდეს ყოველივე რაღაც მოკვდავზე, სრულზე, ხრწნილზე, გემოთმოყვარეობაზე და ამასოფლის საცდურებზე და პირიქით. ის, ვინც სრულიად მიეცა ცრუ იმედებს და ამასოფლის დაპირებებს, ის მთლიანად უგულებელყოფს ღმერთს და აღარც იგულმოდგინებს მისთვის. მაგრამ ნუ მოტყუდებით, ღმერთი არ შეურაცხყოფა. გვეუბნება პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, რამე თუ იმისგან, ვინც განუდგება ღმერთს, განეშორება ასევე ღმერთი. და ამიტომ ღმერთი რჩება ღმერთად, ადამიანი კი ამოიშლება ცხოვრების წიგნიდან ორივე სოფელში. ამისათვის იყავი მუდმივი და იყავი ერთგული ღვთისა და ნუ განჰყოფ შენ გულს. არამედ შენი ხელი დადე სახნველზე და უფლის ჯეჯილზე და ყანაზე და უკან კი ნუ მოიხედა. და თუ კი შენ ერთხელ უკვე გაეკეცი ამ სოფლის სოდომურ გარყვნილებას, ნუ ღამობრუნდები, რათა არ გაქვავდე და მარილის სვეტად არ გადაიქცე ლოტის ცოლის მსგავსად. რამე თუ მაშინ შენ უკვე ვეღარც წინ შეგეძლება მოძრაობა და ვეღარც უკან. და თუ კი შენ ერთხელ მოგეცა შანსი, რომ გადარჩენ გარიდებოდი და ეგვიპტის შავ ფარაონს, ნუ გაისურვებ კვლავ მის მონობაში დაბრუნებას. თუნდაც ამ ცხოვნების გზაზე ისეთი წინაღობები იდგეს, როგორიც ზღვა, უდაბნო, შიმშილი, წყურვილი და ურიცხვი მტრები იყვნენ. უფალი ყოველთვის მიუძღვის მათ, ვინც ცხომდებიან, ცოდვიან
ხურვალებისგან და თვით გაუკვალავს მათ გზას იმ ზღვაზე და იმ ქვიშიან უდაბნოშიც და იმ ტრის ბანაკსაც ადვილად დააძლევინებს. არ ძალგით მსახურება ღვთისაც და მამონასიც. კვლავ უფალს სურს ხაზი გაუსვას იმ პირველ აზრს. არავის შეუძლია ორი ბატონის და ორი უფლის მსახურება. ესე იგი, იმ ორი ბატონის, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო დაზროვნებენ და ურთიერთსაწინააღმდეგო სურთ. მართალია აბრაამი სამ უფალს მოემსახურა, მაგრამ ის სამი უფალი არსით ერთი და იგივე სულისა იყო. ჩვენ შეგვიძლია მოემსახუროთ ღვთის 30 ანგელოს ან ღვთის 300 სათნომყოფელს, მაგრამ ეს 30 და 300 და თუნდაც 2 იყვნენ. იმათი მსახურება შეიძლება, რამე თუ ისინი არიან ერთი სულისანი. ღვთისა მხედრობა ნათელია. ჭეშმარიტება არის მათში. და სიმართლე აქვთ მათ ერთადერთი ყოვლისმყრობელი უფლისა და ღმერთისგან. ამგვარად, რათა ჩვენ არ ვიფიქროთ, რომ არ შეგვიძლია ორ კეთილ და წმინდა ადამიანს ვემსახუროთ, უფალი განმარტავს თავის ნათქვამს და აჩვენებს, რომ მას მხედველობაში ყავს ორი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოაზროვნე ბატონი, რომელსაც არაფერი საერთო ერთმანეთში არ გააჩნია, ისევე როგორც განსხვავდება შუადღე და შუაღამე. ღმერთი და მამონა არსით არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ბატონი და უფალი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავი მსახურებისთვის განმაწესოთ. ღმერთის მიმართ რათა გადავრჩეთ და ვცხონდეთ, ხოლო მამონის მიმართ წარსაწმედად და სიკვდილისა. მამონა აღნიშნავს სიმდიდრეს. ეს სიტყვა ფინიკიურია. ამბობენ, რომ ამგვარ სახელს ატარებდა კერპი, რომელსაც წარმართი ფინიკიელები თაყვანსცემდნენ როგორც სიმდიდრის ღვთაებას. ამიტომ უფალმა გამოიყენა ეს უცხოური სიტყვა აღსანიშნავად იმისა, რაც ეწინააღმდეგება ღმერთს. თქვენი კითხავთ, რატომ გამოიყენა? რათა გამოსახოს ღრმა სიძულვილი სიმდიდრის განღმერთებისკენ და ასევე მისი მსახურებისა და მონობისკენ. რამე თუ ძირი ყოველგვარ ბოროტების არის ვერცხლის მოყვარეობა, გვეუბნება პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში. ვერცხლის მოყვარეობა აღნიშნავს არა მხოლოდ ვნებიან სიყვარულს ვერცხლის მიმართ, არამედ ყოველგვარ ზედმეტ და სულის გამხრწნელ სიმდიდრეს. უფალს შეეძლო ეთქვა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ემსახუროთ ღმერთსაც და სიცრუესაც, რამე თუ ღმერთი არის ჭეშმარიტება. ზუსტად ასევე მას შეეძლო ეთქვა, არ შეგიძლია ემსახურო ღმერთსაც და ძარცვასაც, რამე თუ ღმერთი არის წყალობა. ღმერთსაც და სიძვასაც, რამე თუ ღმერთი არის სიწმინდე. ღმერთსა და შურს, რამე თუ ღმერთი არის ჭეშმარიტი სიყვარული. ღმერთს და რომელიმე ცოდვას, რამე თუ ღმერთი უცოდველია და მოწინააღმდეგე ცოდვისა. მაშინ რაღა მაინდამაინც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ღვთის მსახურება მაინდამაინც სიმდიდრეს დაუპირისპირა. იმიტომ რომ სიმდიდრის მსახურება იწვევს, აღანთებს და ყველა დანარჩენ ცოდვას და ბიწიერებას შობს. ვინც მთელი გულით მიეწებება ამ მიწიურ სიმდიდრეს, იგი თავს ვეღარ შეიკავებს ვერც სიცრუისგან, ვერც ძარცვისგან, ვერც ტყუილი ფიცისგან, ვერც მკვლელობისგან, ოღონდაც კი თავისი სიმდიდრე დაიცვას და განამრავლოს. იგი ვერ შეიკავებს თავს ვერც შურისგან და ვერც სიძულვილისგან იმათ მიმართ, ვინც მასზე მდიდარი
იქნება. ამის გარდა სიმდიდრე ყოველგვარი ღვაწლის და შრომის გარეშე მის წინაშე გაუხსნის ყველა სხვა დანარჩენ ბიწიერებებს და ცოდვებს, სიმთვრალეს, აზარტულ თამაშებს, სიძვას, და სხვა უპატიობას. მაგრამ როდესაც ის დაინახავს, რომ ადამიანებს სიმდიდრის მიზეზით ეშინიათ და პატივსცემენ მას, მაშინ ის შეწყვეტს შიშს და პატივისცემას ღვთისა და უკვე სიძულვილით დაუწყებს საღვთო სჯულის ურებას და აგრეთვე ღვთის ეკლესიას და მალე იგი გადაიქცევა უკანასკნელ ღვთის მგმობელად და ღვთივგანშორებულად. აი რატომ აღირჩია უფალმა მაინდამაინც სიმდიდრის მსახურება, ანუ მამონის მსახურება, ანუ სიმდიდრის დემონის მსახურება, როგორც მსახურება ყველაზე მეტად მოწინააღმდეგე ღვთის მსახურებისა. იმიტომ რომ სიმდიდრის მსახურებას ადამიანი მიყავს მონობისკენ და სრულიად აკვდინებს მასში სულს. ბასილი დიდი წერდა, რა საბრალოა ის, ვისაც მრავალი მოთხოვნილება და სურვილი აქვს. მოთხოვნილება მრავლისა შობს უძღებობას სურვილებში, ხოლო ამით აღმთებული ცეცხლი კი ახშობს და აქრობს ყველა იმ საწვავს და არავის შეუძლია მისი გაჩერება, ვიდრე იგი სულ არ გაანადგურებს და არ დაწვავს ყოველივეს. აი ასევე წვავს ვერცხლის მოყვარეს და ვის შეუძლია მის გაჩერება. სხვა შემთხვევაში უფალი ამბობს, როგორი სარგებელია იმ ადამიანისთვის, თუ კი იგი შეიძენს მთელ სოფელს და თავის სულს კი ავნებს. სოფელი ესე იგი სამყარო, ღვთაებრივი სამყარო ღვთაებრივად დარჩება, ხოლო მდიდარი, როდესაც მოკვდება, იგი დარჩება სიმშვიდის, სულის გარეშე და იგი ღვთის სამსჯავროზე იმაზე გლახაკი იქნება, ვიდრე მისი ყველაზე უბადრუკი და ღარიბი გლახაკები და მოჯამაგირები და მონები მისი. ამიტომ გეუბნებით თქვენ, აგრძელებს უფალი, ნუ იზრუნეთ თქვენი სულისთვის, თუ რა ისჭამოთ და რა ისვათ, და ასევე თქვენი სხეულისთვის, თუ რით შეიმოსოთ. ნუ თუ სული მეტი არ არის საზრდელზე და სხეულის ამოსელზე. ამიტომ გეტყვით თქვენ. რატომ? იმიტომ რომ სიმდიდრე ამგვარად მავნებელია სულისთვის. იმიტომ რომ მამონის მსახურება შენ არ გაძლევს ღვთის მსახურების საშუალებას. იმიტომ რომ მე სათნო მეყოფა, რომ თქვენ იყვენეთ ბატონები და უფლები მთელი სოფლის, მთელი ნივთების, რისთვისაც წინა განსაზღვრა ღმერთმა, როდესაც ქმნიდა ადამიანს, და არა იმისთვის, რომ ეს ადამიანი გამხდარიყო მონა ამ ყველაფრისა. ამიტომ და თქვენ უნდა გამძიმეთ საკვებზე, სასმელზე და სამოსელზე მძიმე საზრუნავები. ხომ სხეული შექმნა უფრო ძნელია, ვიდრე იგი საკვებით და სამოსელით უზრუნველყო. და ღმერთიც, რომელმაც ამაზე რთული შექმნა, როგორ ფიქრობთ, იმაზე ადვილს ვერ შექმნის? მამამან თქვენმან ზეციერმან იცის, რა იგიხმთ თქვენ, ანუ რა გჭირდებათ, და მისი თვალი მუდმივად გიყურებთ თქვენ. მისი მოწყალე ხელები მოუკლებელად გაშლილია თქვენდა მიმართ. ჩვენ ირგვლივ ვერ ვიყურებით, სადაც არ უნდა გავიხედოთ. თუ
ნუ თუ ვერ ვხედავთ შემოქმედი როგორ გამოზრდის, როგორ აცმევს და როგორ არწყულებს თავის ქმნილებას, იგი ხომ საკვებს აძლევს თვით ჭიანჭველებსაც კი მტვერში. იგი გამოკვებავს მხეცებს მთებში. იგი გამოკვებავს თევზებს წყლებში. და როდესაც მოახლოებულია სიცივე, იგი მერცხლებს და წეროებს თბილ ქვეყნებში მიავლენს, სადაც იქ აძლევს უკვე საკვებს ზამთრის პერიოდში. ის გამოუნახავს დათვს ბუნაკს, რათა მასში გადაიზამთროს. ის არწყულებს ხეებს, ბალახებს, ტყეებს, მინდვრებს, მთელ ყვავილებს და მცენარეებს. ნუ თუ არის დედამიწაზე თუნდაც ერთი ქმნილება, რომელიც შექმნა ღმერთმა და ის დატოვა ჩაუცმელი და განშიშვლებული. ვინც ჩააცვა ლომს, ვეფხს, გელს, მელას, ვინ არის ის თუ არა ღმერთი? ვინ შეუკერა სამოსელი, ფარშევანს, ყვავს? ვინ მისცა ბაკანი, ყურს და ვინ მისცა ქერცლი თევს, თუ არა ღმერთმა? ვინ მისცა მატყლი ცხვარს და თხას, ტყავი ხარს, ფაფარი ცხენს, თუ არა ღმერთმა? ვინ შეუკერა ფრთები პეპელას, თუ არა ღმერთმა? უფალი არის ყოველივე, რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი. და ნუ თუ ამის შემდეგ უფალი შეხედავს ადამიანს ამდენ თავის ქმნილებებში როგორც ერთ პატარა ნამცეც, ნუ თუ ის, რომელიც გამოკვებს, არწყულებს და აცმევს გარეულ ცხოველებს ტყეში, ბალახებს მინდორში და სხვა ყველა დანარჩენს, იგი თავის ყველაზე უდიდეს ქმნილებას, ადამიანს, წყურვალს, შიერს და შიშველს დატოვებს. შეხედეთ ცისფრინველებს, ისინი არც ართავენ, არც მკიან, არც ბეღელში აგროვებენ. მას ვინ გამოკვებს მათ? მათ კვებს მამა თქვენი ზეციერი. თქმულია მამა თქვენი. და არა მამა მათი. ღმერთი მათთვის არა მხოლოდ შემოქმედია, ღმერთი მათთვის მხოლოდ შემოქმედია, ხოლო თქვენთვის იგი შემოქმედზე მეტია, იგი მამაა თქვენი. რამე თუ თქვენ უფრო მეტად უმჯობესნი ხართ მათზე. ქრისტე ამ სიტყვებით მიუთითებს ადამიანის უდიდეს ღირსებას, რომელიც შეუდარებელია სხვა ქმნილებებთან შედარებით. ნუ თუ თქვენ უფრო მეტად უმჯობესნი არა ხართ ზეციურ ფრინველებზე და რამდენადაც თქვენ უმჯობესნი ხართ, ნუ თუ ყოვლად ბრძენი უფალი, რომელიც გამოკვებს თავის ნაკლებად ფასეულ და ნაკლებად მნიშვნელოვან ქმნილებებს, დაივიწყებს იმას, რომ გამოკვებოს ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილებები ამ სამყაროში თავისი ძენი. სხვა ყველა დანარჩენზე კი თქვენი საზრუნავები, საჭმელის და სასმელის შესახებ თქვენ არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ, თუ კი ღმერთი მას არ მისცემს თავის ცხოვრებისეულ ძალას. იმ საკვებს, რომლითაც თქვენ იკვებებით და წყურვილს იკლავთ. რამე თუ პური თქვენ არ განგაცხებთ, არამედ ღვთის ძალი პურის მეშვეობით.
და წყალიც ვერ დაგარწყულებთ თქვენ, არამედ ძალი ღვთისა წყლის მეშვეობით. თქვენი თავით არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. და რომელ თქვენთაგანს იზრუნებს რა, შეუძლია საკუთარ თავს თუნდაც ერთი წყრთა შემატოს. და ვინ არის თქვენ შორის? ამათა საზრუნავებიდან გააკეთოს ისე, რომ მისი სხეულის სიმაღლე გაიზარდოს თუნდაც ერთი წყრთით. რომელ თქვენთაგანს შეუძლია თავისი ცხოვრება და სიცოცხლის დღეები თუნდაც გარკვეული ჟამით განაგრძელოს. აჰა, დღენი ცხოვრებისა ჩემისანი წინაშე თვალთა შენთა არიან, ამბობს მეფე დავითი. ნუ თუ არ კვდება ის, ვინც ჭამს და სვამს ბევრს, ისევე როგორც ჭამს და სვამს ცოტა ნაკლებს. ნუ თუ არ კვდებიან გემოთ მოყვარენი და მარხველები, ან ერთი რომელიმე ადრე კვდება და მეორე გვიან? და ნუ თუ ის, ვინც ჭამს და სვავს ბევრს, უფრო მეტად იზრდება თუ სხვა ადამიანებთან შედარებით? და თუ კი შენ ის არ შეგიძლია, რომ შენ სიმაღლეს რაღაც გარკვეული საზომი შემატო, ვერც განიგრძელო შენი ცხოვრების დღეები თუნდაც გარკვეული პერიოდით, მაშინ მიატოვე ეს მიწიერი საზრუნავები შენ სხეულზე და უფრო სულზე მეტად იზრუნე, რომელთანაც ხორცის განყრის შემდეგ შენ წარდგები ღმერთის წინაშე. და სამოსელზე რაღაც ზრუნავთ. აბა შეხედეთ მინდვრის ბალახებს, მინდვრის შროშნებს, როგორ იზრდებიან ისინი. არც იღწიან, არც არ თავენ. მაგრამ გეუბნები თქვენ, რომ სოლომონიც თავის დიდებით არ შემოსილა ისე, როგორც თითოეული მათგანი. ჯერ უფალმა მიუთითა ფრინველებზე, რათა შეარჩხინოს ისინი, ვინც ზედმეტად ზრუნავენ თავის საკვებზე. შემდეგ მიუთითებს ღვთის ყველაზე მდაბალ ქმნილებებზე, ისეთებზე, როგორიც არიან მინდვრის ყვავილები, რათა შეარჩხინოს ისინი, ვინც ზედმეტად ზრუნავენ საკუთარ სამოსელს. მაგრამ უფალი რატომ მაინდამაინც შროშანს მიუთითებს და არა სხვა ყვავილს, რომელიც ღმერთმა არანაკლები სილამაზით შემოსა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს შროშნები გამოირჩევიან ყველა სხვა ყვავილებს შორის თავისი სითეთრით, რომელიც სიმბოლიზირებს სიწმინდეს. საიდუმლოს მხილველმა იოანემ ცათა შინა იხილა ძე ღვთისა, როგორც თეთრი კრავი და მრავალი სხვა ადამიანი მართლები, რომლებიც ასევე კრავის წინაშე თეთრი სამოსელით იდგნენ. და მეორე მხრივ იმიტომ, რომ სურდა უფალს ყვავილის სილამაზე შეედარებინა სოლომონის მეფობას, სოლომონ მეფეს, რომელზეც ნათქვამია, რომ იგი ყველაზე მეტად თეთრ სამოსელს იცნობდა. უფალმა სოლომონი შროშანს იმიტომ შეადარა, რომ სოლომონი იყო უმდიდრესი და უდიდესი უძველეს მეფეებს შორის. და ეს ყოვლად ბრძენი და მდიდარი მეფე მიუხედავად მთელი თავისი საზრუნავებისა და ღვაწლისა, რაც შეიძლება ლამაზად ჩაცმულიყო, ვერ შეძლო ჩაეცვა ისე, როგორც შეუძლია უფალს შემოსოს და ჩააცვას უსიტყვო მცენარეს მინდორში. ამგვარად ყველა ადამიანურ საზრუნავს არ შეუძლია გაკეთება იმის, რაც ძალუც ღმერთს თავის ძალით გააკეთოს. და თუ კი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალე თონეში გადააგდებენ, ღმერთი ამგვარად შემოსავს, მით უმეტეს თქვენ მცირედ მორწმუნენი. და თუმცაღა შროშანი იმგვარად მშვენიერია და იმდენად ლამაზია, ის მაინც ჩვეულებრივი ბალახია, რომელიც დღეს ყვავილობს, ხვალე კი ცეცხლში დაიწვება. ჰოი მცირედ მორწმუნეებო, ნუ თუ ღმერთი, რომელიც ასე მზრუნველად,
აცმევს მინდვრის ბალახებს, რომლებიც უძრავად არიან, უსიტყვონი არიან, მუნჯები არიან, თქვენ შიშვლებს გატარებთ? ой, მცირედ მორწმუნეო, დაიმახსოვრეთ, რომ რაც უფრო მეტად ზრუნავთ საკუთარ თავზე, მით ნაკლებად ზრუნავს თქვენზე ღმერთი. და კიდევ ერთხელ გვიმეორებს უფალი ცნებას. ნუ იზრუნებ, რა ჭამო, რა ასვა და რა ჩაიცვა. ეს მეორდება იმისთვის, რათა ჩვენ განგვაშოროს ამაო და ზედმეტი საზრუნავებისგან, რომლებიც აბნელებენ ჩვენ სულიერ მხედველობას, აბრმავებენ ჩვენ გონებას და რომლებიც ჩვენ განშორებულს და განყოფილს ყოფს ღვთისგან და გვამყოფებს ამ სოფლის სიბნელეში, ამ ბოროტი ბატონის მამონის ხელში. გექნებათ რა, თუ გააქვთ საკვები და სამოსელი, იყავი კმაყოფილი ამით, გვეუბნება მოციქული პავლე. ესე იგი, თუ კი გააქვთ ყველაზე აუცილებელი, რაზეც ზრუნავს ღმერთი, მაშინ მეც ნუ გამოითხოვ. რამე თუ ზედმეტისთვის ზრუნვა, როგორც ხვალინდელ დღეზე საზრუნავი, ბოლოს და ბოლოს ეშმაკის მსახურებისკენ წაგიყვანს. და თვით უფალი გვასწავლის ჩვენ, რომ ღვთისგან ვითხოვოთ მხოლოდ პური არსობისა, რომელშიც შეიძლება იგულისხმო ასევე პური სულიერი, რომლითაც ადამიანები სინამდვილეში ცოცხლობენ. მაშინ ნუ ვეძიებთ ღვთისგან ნურანაირ განცხრომას და ნურანაირ ზედმეტობას ჩვენი სხეულისთვის. რამე თუ ამ ყოველივეს ეძიებენ წარმართები, ესე იგი ისინი, რომელთაც არ იციან ჭეშმარიტი ღმერთი, არ იციან მისი უსაზღვრო ძლიერება და სიყვარული, არც ადამიანური სულის უკვდავება, არც სილამაზე და სიტკბოება ღვთის სასუფეველისა და მისი სიმართლისა. ისინი ითხოვენ იმაზე მეც, ვიდრე მათ ჭირდებათ. და ღმერთიც აძლევს მათ მისი სურვილის და მიხედვით და არაფერი რჩება მათ არც ამ და არც იმ ცხოვრებაში. თელ თავის საზღაურს ისინი ღებულობენ აქ დედამიწაზე, ისევე როგორც ცის ფრინველები და მინდვრის ბალახები. რამე თუ ყოველი დიდება ცის ფრინველებისა მდგომარეობს მათ მიწიურ ცხოვრებაში და მთელი სილამაზე ყვავილებისა მინდვრისა არის მათი მიწიერი სილამაზე ამ დროში. მაგრამ თავის ძეებს ღმერთმა სოფლის დასაბამიდან განუმზადა ცათა სასუფეველი და გამოუთქმელი დიდება იმ სასუფეველში. ამგვარად დიდება ადამიანისა საჭმელში, სასმელსა და სამოსელში კი არ არის. არამედ თუ კი ამაში იქნებოდა ადამიანის დიდება, მაშინ ადამიანი იქნებოდა 1000-ჯერ მეტად გამოკვებილი, დარწმუნებული და ჩაცმული ამავე ცხოვრებაში, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი ქმნილება, რაც არსებობს მიწაზე, წყალში და ჰაერში. მაგრამ ზუსტად ამიტომ თვით მეფე სოლომონმაც მთელი თავის დიდებით ყველაზე დიდარი ვინც იყო, ის იმაზე ნაკლებად იყო მაინც ჩაცმული, ვიდრე მინდვრის ბალახი, რათა ადამიანებმა დაინახონ, რომ მათი დიდება არა განცხრომასა და ჩაცმულობაშია, არამედ უფრო უმაღლეს და მარადიულში, რათა თავიანთი თვალები და გული მიმართონ არა ამ სოფლის წარმავალ დიდებისკენ, არამედ ისინი ეძიებდნენ საკუთარი თავისთვის იმ დიდებას, რომელიც ღმერთმა მათ წინასწარ განუმზადა და აღუთქვა. ეძიეთ უწინარეს ყოვლისა სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ესე იგი, ნუ ეძიებთ ძაბს იმასთან, ვისაც შეუძლია მთელი სამოსელი მოგცეს. და ნუ ეძებთ რაღაც ნამცეცებს იმის მაგიდასთან,
ვისაც შეუძლია შენ თავის სამეფო ტრაპეზთან დაგსვას. იგი არის მეფე, ხოლო თქვენ ხართ მისი ძენი. ეძიეთ ის, ვინც მსგავსია მეფის შვილებისა. ის, ვინც შენ არასოდეს ყავდა, რომელიც ესე იგი, რომელიც შენ ოდესღაც ქონდა, მაგრამ ცოდვის გამო დაკარგე. ეძიე ის საგანძური, რომელსაც არ შეგიჭამს არც ჟანგი და ვერც ქურდები ვერ მოგპარავენ. და თუ კი შენ უფრო ღირსი გახდი უდიდესის მოპოვებისა, უეჭველია რომ უმცირესით შეგეძინება. ამიტომ ეძიე ღვთის სასუფეველი, სადაც ღმერთი ზის თავის საყდარზე და მეფობს. ეძიე სამეფო მადლისა და ყოველგვარი სიმართლისა, სადაც მართლები ბრწყინევენ ისე როგორც მზე, სადაც არ არის არც ნეულება, არც ნაღველი, არც სულთქმა, არც სიკვდილი. და ნუ მიემსგავსები იმ უძღებ ძეს, რომელმაც მიატოვა რა საკუთარი მამა ენატრებოდა ღორების საკვები, არამედ ეძიე გზა, რათა შორეული ქვეყნიდან დაბრუნდა ზეციური მამის სახლში, სადაც სიმართლე, მშვიდობა და სიხარული არის სული წმინდით. და ნუ მიემსგავსები ესავს, რომელმაც თავისი პირმშოობა რაღაც შეჭამადზე გაყიდა. ნუ თუ თქვენ საუკუნო სასუფეველს და ნეტარებას არ ყიდი ამ რაღაც შეჭამადზე, რომელსაც ეს სოფელი გთავაზობს, და დაგიცვათ თქვენ უფალმა ღმერთმა თავისი მოწყალებით ამგვარი სირცხვილის და დამცირებისგან. და დაიცვას მან თქვენი გონების თვალი, რათა არ დაბნელდეს და არაცდუნოს იგი ხრწნილების და სიცრუის მიწიერმა ბოროტმა მამონამ. და გულისხმა გიყოთ მან თქვენ, რათა იყვეთ მსგავსნი მეფის ძეთა, ვინც დაკარგა სასუფეველი, მაგრამ არ ფიქრობენ და აზრუნავენ სხვა არაფერზე, გარდა იმისა, რომ დაუბრუნდნენ თავის სამეფოს. სირიის ერთ-ერთ ტაძარში, რომელიც იმპერატორ იუსტინიანეს მიერ იყო აშენებული, დღესაც დაცულია სიტყვები, რომელთა დაწერაც ბრძანა თვითონ იმპერატორმა. სასუფეველი შენი ქრისტე ღმერთო, სასუფეველი არს უკუნითი უკუნისამდე. და შეგეწიოთ უფალი, რათა ჩვენი წყურვილი ქრისტეს მიმართ აღბეჭდილი იყოს ამ სიტყვებით ჩვენს გულებში. სხვა ყველა დანარჩენი კი იყოს მეორე ხარისხოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი. სხვა ყველა დანარჩენ სამეფოს და სასუფეველს აუცილებლად უწერია საფლავი და მატლი. და როდესაც აღარ იარსებებს აღარც მიწა, აღარც მიწიერი სამეფოები, მაშინ მართლები ანგელოზებთან ერთად სიხარულით იგალობებენ. სასუფეველი შენი ქრისტე ღმერთო, სასუფეველია უკუნითი უკუნისამდე და მეუფება შენი თესლითი თესლამდე. აი ამით მივაგოთ პატივი და დიდება ყველაზე უტკბილეს მოძღვარს მზის ქვეშეთში, ქრისტე ღმერთსა, ღვთის, მამა ღმერთის და ღმერთის სული წმინდით ურთ, სამებასა, ერთარსებას და განუყოფელს და ცხოველმყოფელსა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა ყოშენ ქრისტემან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით. ამისათვის მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე. წმინდაო, განმანათლებელო ნიკოლოზ სერბეთისაო, წმინდისა მათე მახარებელისა და ყოველთა წმინდათა თანა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.